მაშ გამარჯობათ კიდევ ერთხელ ჩემო მაყურებლებო, იუთუბელებო. სასიამოვნოა ისევ და ისევ თქვენთან ერთად ვიდეოების გაშლა. ავიღე ორი დასტა Heaven and Earth და Old Tarot Card, ანუ შავი თეთრი. ეხლა თემა ასეთი, რა წავიდა, ან ვინ წავიდა ჩვენი ცხოვრებიდან და ვინ მოდის. ანუ აი ესეთი თემაა და ვნახოთ ჯერ რა წავიდა ჩვენი ცხოვრებიდან. ჩაიფიქრეთ ეხლა თქვენი სიტუაცია, ან ვინ წავიდა, ან რა წავიდა და ვნახოთ. აბა, რა წავიდა, ან ვინ წავიდა თქვენი ცხოვრებიდან. რა ან ვინ წავიდა თქვენი ცხოვრებიდან. სიყვარული წავიდა, ადამიანი წავიდა. წავიდა ბრძოლა ამ ადამიანთან, თქვენი ემოციონალური ფონი ამ ადამიანთან დაკავშირებით წავიდა. წავიდა ცრუ მოლოდინები, იმედები. წავიდა ძალიან დიდი დამოკიდებულება ამ ადამიანზე, წავიდა შავი ძალა, შავი ენერგია. წავიდა ამ შავი ენერგიის გავლენა, მაგია, შავი მაგია. წავიდა ძალიან დიდი დარტყმა, ტკივილი ავადმყოფობა. უფრო ვრცლად, რა თქმა უნდა, პირადში ყველაფერი ამოდის, მაგრამ ეხლა საჯაროა, ამიტომ ვინც გვაყენებდა, თქვათ, ტკივილს, ხო? აი ის არაკეთილმოსურნე ადამიანები თუ წავიდნენ თქვენი ცხოვრებიდან. გართებულია დავსვათ ასეთი საკითხი. პროცესია. ეს მოლოდინები პროცესში, ანუ ჯერჯერობით წავიდნენ, რა თქმა უნდა, და ცუდი რაღაცები წავიდა, როგორც ამოვიდა და კარტმა მაჩვენა, მაგრამ კიდე პროცესში, ანუ გასაწმენდია კიდე თქვენი, ასე ვთქვათ, სამეგობრო წრე თუ საახლობლო წრე, ის ადამიანები, ან სამსახურიდან, ან დაწესებულებიდან, ან მოწინააღმდეგე, ან არ ვიცი, ბევრზე შემიძლია ვისაუბროთ და კიდე პროცესშია, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ჯერ კიდე წასასვლელი წავა. და დაგვირგვინდება ეს ყველაფერი ძალიან მალე. რაც თავარია, ღალატი წავიდა, ტყუილი წავიდა. იმ ადამიანისგან, რაც განიცადეთ. ხო, იმიტომ რომ თვითონ ეს ადამიანი ამოდის, იმპერატორი, უმრავლესობასთან ასეა, ძალიან დიდი შრომა ჩაგიდიათ ამ ადამიანთან ურთიერთობით. აქ ამოდის არჩევანი, აქ ამოდის საყვარლების კარტი და სწრაფი გადაწყვეტილება მიგიღიათ თქვენ ამ ადამიანთან დაკავშირებით და ანუ გიმოქმედიათ, რასაც ქვია, იმიტომ რომ უკვე მე ამდენი აღარ შემიძლია, მინდა სტაბილურობა, ესეთი პრინციპული სიტყვით გამოსულ ხართ, მოქმედებით, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ტყუილი დაპირებები, ცრუ რაღაცა ესეთი ილუზიებში ყოფნა დაგანგრიათ ამ ყველაფერმა და რაც თავარია, ყველა მოწინააღმდეგე, ანუ მოიშორეთ, აქ ჩანს რომ მოიშორეთ და იშორებთ კიდე პროცესში მიდის და ძალიან მალე დაგვირგვინდება თქვენი გამარჯვებით, ანუ აქ ამოდის აი ესეთი დღესასწაული და უკვე კარგი ენერგიები, მაგრამ დავამთავრეთ ახლა წარსული და Heaven and Earth, მადლობა. წავიდეს ყველაფერი ცუდი და რა მოდის აი ამ ახალი 2026 წლის დასაწყისისთვის. რა მოდის, რა ენერგიები მოდის და რა მოდის თქვენ ცხოვრებაში. ან ვინ, ან რა. რა შემოდის თქვენს ცხოვრებაში. რა შემოდის, ვინც ახლა უყურებთ თქვენთვისა ეს გაშლა. რა ან ვინ შემოდის თქვენს ცხოვრებაში.
აი ნახეთ, კიდევ ერთხელ მიყვება ისტორიას კარტი, იყო ტკივილი, იყო მოგერიება, აი ამ რაღაც უარყოფითი ფიქრების, ემოციების, ადამიანების პრობლემების, დაბრკოლებების, მაგრამ ძალიან უცებ მიგიღიათ გულგაცრუება, დარტყმა და უცებ მიგიღიათ გადაწყვეტილება და რა მოდის? მოდის ის, რომ თქვენ იქნებით თვითკმარი ქალი. ერთ პერიოდში, ანუ შეიძლება ერთ თვეშიც, ძალიან მალე ყოველ შემთხვევაში, აი ამ დიდი იმედგაცრუების შემდეგ მოდის აი ესეთი მოქმედება და თქვენ დადგებით ფეხზე და რა ან ვინ შემოვა ამჯერად თქვენ ცხოვრებაში ამ 2026 წელს, რა ან ვინ შემოდის. შემოდის რაღაცა ფინანსური ბიზნეს პროექტები, რეალიზაცია, თქვენი სფეროსი, სამსახური, კარიერა, სწავლა, კონტაქტები შემოდის. ახალი დასაწყისი მოდის, ძალიან მალე დაბალანსება თქვენი ენერგიის, იმ ყველაფრის მერე რაც იყო და აი ესე ამოდის პრაქტიკული გათვლითი, ანუ ადამიანი, რომელიც კმაყოფილია არათუ თავისი სტაბილური მატერიალური ცხოვრებით, არამედ მისი, ანუ თქვენ, ამ შემთხვევაში თქვენ, როგორც ქალი იმპერატრიცა, როგორც მოზიდვის, სილამაზის, აი ესეთი ძალიან ლამაზი და კარგი მიმზიდველობის კარტია, ანუ ქალურობას მიიზიდავთ. რა თქმა უნდა, აქ რაღაც სიტუაციებში თქვენი ხელმძღვანელობა არის საჭირო, იმიტომ რომ თქვენ დაჯდებით თქვენ კუთვნილ ადგილას, დაიმკვიდრებთ თქვენ ადგილს, ეს იქნება კი სამუშაო პროცესი, თქვენ თავზე მუშაობა, რომ ჩადგეთ ფორმაში ისევე და აღდგება ყველაფერი, ანუ აი გრძნობა და თქვენ ახლობლებთან, თქვენ ოჯახის წევრებთან ყველაფერი იდეალურად დაალაგდება. აქ კონკრეტულად ადამიანი არ ჩანს, იმიტომ რომ საჯარო გაშლა, მაგრამ შეიძლება გამოჩნდეს, იმიტომ რომ ოჯახის კარტი ამოდის, მაგრამ მაინც ვკითხოთ თუ შემოვა ახალი ადამიანი თქვენ ცხოვრებაში. ვინც ახლა უყურებს ამ ვიდეოს, ახალი ადამიანი. 50-50, აქაც გვაძლევენ ესეთ ერთგვარ მინიშნებას, რომ ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული, იმიტომ რომ იქნება სიტუაციები, იქნება, რა თქმა უნდა, ადამიანი მოდის, სიყვარულით მოდის, პარტნიორობით მოდის, გულს გიხსნით და გთავაზობთ სტაბილურ თანაცხოვრებას, ერთად ყოფნას, თქვენზეა დამოკიდებული. ნახეთ, კარტი მხოლოდ პროგნოზირებს, არჩევანს, მოქმედებას აკეთებთ თქვენ. თქვენზეა ეს ყველაფერი დამოკიდებული. ანუ მოდის ახალი ადამიანი, რომელიც სერიოზულად დაინტერესდება თქვენ და უნდა რომ თქვენთან ერთად შექმნას ოჯახი, გქონდეთ ოფიციალურად, ესე იგი, მისი მეუღლე გახდეთ შეიძლება, იმიტომ რომ აქ The Justice, სამართლიანობის კარტი მოდის, რაც ნიშნავს, რა თქმა უნდა, იგივე დაწესებულებას, ხო, იურისპრუდენცია საბუთებს და ეს ადამიანი იქნება, რა თქმა უნდა, თქვენთვის, ანუ სტაბილური, აი ესეთი მიწიერი მხედარი, რომელიც ერთგულად იქნება თქვენი თანამგზავრი და ასევე ამ ადამიანს გრძნობა აქვს, რა თქმა უნდა, თქვენს მიმართ. მასაც ქონდა რაღაც ტკივილები, ეს უკვე ცალკე თემაა, შეიძლება ბოლომდე არ გაგიხსნათ გული, ანუ წარსულთან დაკავშირებით, იმიტომ რომ განუცდია მასაც საკმაოდ გულგაცრუება პარტნიორისგან და ეხლა უკვე ეძებს სტაბილურ ადამიანს, ვისთანაც ექნება სრული, აი ესეთი ერთობა. სამყაროს კარტით გვირგვინდება ეს ყველაფერი. მოკლედ, არჩევანი თქვენზეა, გამოჩნდება აუცილებლად ეს ადამიანი თქვენს გადაიტანეთ, მანაც გადაიტანა, ამიტომ კომპენსაცია მოდის, ხო? ორ ერთნაირ სულის, ასე ვთქვათ, მსგავს ადამიანებს სამყარო გახვედრებთ. უკვე როგორ განვითარდება თქვენზეა დამოკიდებული, მაგრამ ის შეხვედრა, ის კომუნიკაცია, ის რა ქვია, შეერთება მოხდება.
აი მერე უკვე თქვენ როგორ განავითარებთ? მაინც თქვენზეა 50-50-ზე დამოკიდებული და დაელოდეთ მოვლენების განვითარებას, წარმატება თქვენი. სულ ეს იყო, გამილაიქეთ თუ მოგეწონათ.